საკმაოდ ისეთი თამამი ვიდეო ბლოგი უნდა შემოგთავაზოთ ახლა და ცოტაზე მეტად კი მიჭირს ამ თემასთან შეჭიდება მით უფრო გამიჭირდება გამკლავება მაგრამ რაღაცი გადავწყვიტე და რაღაცი მისმენთ რაღაცი მიყურებთ და მისმენთ შესაბამისად რომ გადავწყვიტე და აი ვაქვეყნებ და გამოვაქვეყნე და მომისმენთ და წინასწარმეტყველებს რთული თემა. ჩვენ სინამდვილეშიც არათუ მსოფლიოში, არამედ ჩვენ სინამდვილეშიც არსებობენ მეტისმეტად პატივსაცემი ადამიანები. მეტისმეტად პატივსაცემი, ხვაწელმოსილიო, სასიკადულო, ასეთი უცნაური სიტყვა, რომ არ უნდა გიყვარდეს ისეთი სიტყვა უნდა ამბოქეკო ახლა სკიურიდან და თქვა, რომ დიახ არსებობენ მეტისმეტად პატივსაცემი ადამიანები. ყველაზე ასაკიანი მათ შორის ვინ არის, ვერ გეტყვით ხო? რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო რთულია ჩვენივე შებორჭილობისა და გამო ამ ადამიანების გაკრიტიკება. რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, უფრო რთულია. მაგალითად, აი ყველაზე ასაკიანი ვინ უნდა გავიხსენო ახლა და ქალბატონი მზექალა შანიძე. ქალბატონი მზექალა შანიძე შეიძლება თუ არა რომ გააკრიტიკო. ალბათ არა. უცნაურ რამეს ვამბობ, დიახ არა. არ შეიძლება ქალბატონი მზექალა შანიძეს ენათმეცნიერებაში დაუწუნო რამ, რაც არ უნდა ბევრი იცოდე და მე მაქვს პრეტენზია რომ ყველაფერი არ აცხადია, მაგრამ ბევრი რამ ვიცი, საკმაოდ ნორმალ გამართულად წერ, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და ამას ჩემი აზრით არ არის საკმარისი. ჩემივე მეგობარი ნაცნობი ენათმეცნიერები, ლიტერატორები მეუბნებიან და კიდევ გურმანები მე კარგად გიწერ, მაგრამ აი მზექალა შანიძემ რომ რაღაცა ჩამისწოროს, სულაც არ იქნება ცუდი კი არა, კარგი იქნება პირიქით და რაღაცა საკამათო რო იყოს ჩემს ქალბატონ მზექალას შორის, ხო მზექალა შანიძე აღმოჩნდება და საკვირველია რა დაუფლება მაქვს რომ შევეკამათო მას გრამატიკის საფუძვლებში და არა მხოლოდ საფუძვლებში. მაგრამ მზექალა შანიძე უცებ ამას არ იკადრებს სასაკვირველია, მაგრამ მაინც უცებ რომ საჯარო პირია თითქმის 100 წლის თუ არ ვწდები, ღმერთმა დიდხანს ასოცხლოს, უცებ რომ თქვას რომ პოლიტიკურ ნიადაგზე რო თქვას. რომ იცით მე გონია რომ რუსეთი მართალია. ხო და მოკვდე კაცი და თქვა რომ აი მზექალა შანიძეა მას ანდრას ეჯიბრები ანდრას საკვი გაატარე რა შედალოცვილო ხო მზექალა შანიძეს რას ეკამათები რას ეჩხუბები რას გააკრიტიკებ რატო აკრიტიკებ და ასე შემდეგ მაგრამ ისე რა ასისულელი წამოსცდენია მზექალას და შეიძლება მოგიტრიალდეს ენა და თქვა რომ ქალბატონი მზექალა შანიძეც კი ცდება სხვებზეც შეგვიძლია ვთქვათ ასევე ასაკიანებზე, რაც უფრო ასაკიანია, მით უფრო გიჭირს მათი გაკრიტიკება. ბევრნი არიან, მეთქი ასე ვიტყვი, არა, ბევრნი შესაძლო არ არიან, მაგრამ ნუ ბევრ სფეროში კი აღმოაჩენ ესეთ ღვაწლმოსილ და გავიმეორებ იმ სიტყვას სასიკადულო ქართველ მამულიშვილს. კიდევ ერთი უცნაური და არ მოსაწონი სიტყვა, ჩემი აზრით არ მოსაწონიან, ხო ნაწილობრივ არ მოსაწონი სიტყვა წარბო თქვი ახლა. მივდივარ ნელ-ნელა იმ პირამდე, ვინც უნდა დავასახელო და ვინც უნდა გავაკრიტიკო. ვიდრე მას პერსონალურად ვახსენებდე, მანამდე უნდა გითხრათ, რომ მე ფეხბურთს არ ვთამაშობ, არა, ბურთი როგორ არ გამიგორებია, მაგრამ ნუ ახლა ფეხბურთს არ ვთამაშობ. შემომხვდება ხოლმე ქუჩაში, ხდებოდა ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ხნის წინ, ჩემთან სახლთან, ბატონი მანუჩარ მაჩაიძე. ვარსკვლავი თბილისის დინამოსი. ვარსკვლავი რომელსაც ის დაემართა, ნოდარ ახალკაცის გამო რაც დაემართა, ვინ იყო მართალი იმ ამბავში, ვერ გეტყვით. ფაქტია რომ ნოდარ ახალკაცი ძალიან წარმატებული მცდელი იყო. ალბათ საუკეთესო, ალბათ კი ნამდვილად საუკეთესო მცდელი საქართველოს საფეხბურთო მწვრთნელთა შორის. ანდრო ჟორდანია იყო მასზე უკეთესი? არა. მე მგონი ნოდარ ახალკაცი უფრო დიდი მცდელი იყო, ვიდრე ანდრო ჟორდანია ცხონებული. მანუჩართან იმართებაში რაც ჩაიდინა მანუჩარს რო კითხო რა საკვირველია ახალკაცი არათუ შეცდა რამე დანაშაულით ჩაიდინა და მოკლედ მანუჩარი შემომხვდება და ხოლმე ახლა ბოლო ხანები არ მინახავს
აქ ჩემს სახლთან. და მანუჩარს როცა ჰქონდა პოლიტიკური მოსაზრებები, არა, ფეხბურთზე როცა გვილაპარაკია მე და ბატონ მანუჩარს, ხო, მე და ბატონ მანუჩარი ერთმანეთს ვეთანხმებოდით ხშირად, ძალიან ბევრი რამე იცის ცხადია ახლა. ბევრი რამ უნახავს. ხო, შეიძლება არ დაეთანხმო ახლა თუ არ ვწდები მესი არ უყვარს, თუ არ ვწდები, შეიძლება ვწდები. და აი თქვა კრისტიანო რონალდო უყვარს უფრო. მაგრამ შეიძლება ამაში არ დაეთანხმო. მაგრამ ნუ ხა არ გაითვალისწინო მისი აზრი, მისი კვალიფიციური აზრი წარმოუდგენელია, ხო? ასაც აქვს რაღაც თავისი არგუმენტები ბჭყალებში თუ ბჭყალებში. მაგრამ თუ მანუჩარი შეუხვევს პოლიტიკისაკენ, არ გქონია ჩვენ ეს პრაქტიკა პრაქტიკულად, მაგრამ და თუ ჩემთვის მიუღებელ მოსაზრებას იტყვის, მე გავბედავ და ძალიან მოგზალებით რა თქმა უნდა ვეთქვი რომ ბატონ მანუჩარი კარგით რა. გეყოთ რა. ამაზე მაინც ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ამაში თქვენი კომპეტენცია მომიტევეთ ცხადია, მაგრამ ფეხბურთზე ხო არ გელაპარაკებით. არ არის სათანადო. და აი როცა მელაპარაკებით თუ და მელაპარაკებოდა რომ ზექალაშანიძის არ იყოს, რომ მელაპარაკ რუსეთი მართალია ამას თუ მეტყოდა. არა, არც მანუჩარი მეტყოდა მაგას ასაკვლელი და არც ზექალაშანიძე, უბრალოდ ხსნი რომ მივიდე იმ პიროვნებამდე, ვიზეც არის ეს ვიდეობლოგი საბოლოო ჯამში. თუ ამას მეტყოდა მანუჩარ მაჩაიძე, ლანა ღოღობერიძე, ზექალაშანიძე, არიელ ჭანტურია, ავისი ხო, ამ შემთხვევაში პოეტი გავიხსენე, ხო? გურამ გეგეშიძე, კიდევ ვინც შეიძლება გავიხსენოთ, რომ ასაკიან ადამიანებს გულისხმობ, ხო? სხვები და სხვები, თუ ამას მეტყოდნენ, მე თავხედდებოდი, თავხედი ვარ და ვეტყოდი, რომ ბატონებო, ქალბატონებო, არ ხართ მართალნი. უკრაინა არის იმ კონფლიქტში მართალიც, მაგარიც, უნდა დაამარცხოს რუსეთი, ასე შემდეგ, ხა იმაზე ხო არ დაელაპარაკებოდი, ბახმუტთან დახდებოდა და დრონები როგორ ბომბავენ ბელგოროდს. ამაზე ხო არ დაელაპარაკები ხა, მაგრამ ნუ ზოგადი საუბარი ამგვარი იქნებოდა. კიდევ ერთი ადამიანი უნდა ვახსენო, ვისაც ეხება ჩემი ვიდეობლოგი, ყველაფერი პოლიტიკაა საბოლოო ჯამში, არა ფეხბურთზე ხა ბარსელონას ტაქტიკას რო არჩევის შეიძლება პოლიტიკა არ არის პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ როცა აი ამგვარ საზოგადოებრივ საკითხებზე ვშჩელო, უკლებლივ ყველაფერი პოლიტიკაა. მაგალითად იცით თქვენ, რომ დირიჟორ მაჭავარიანის გასვენება იყო კონსერვატორიიდან და იქ კონსერვატორიის ხელმძღვანელობას და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს თუ ვინმე იყო საერთოდ სიტყვა რა არის, სიტყვას კი არ წარმოუდგამთ. ამ დიდი ჩვენი მასშტაბებით და არა მხოლოდ ჩვენი მასშტაბებით, დიდი დირიჟორის დაკრძალვაზე გასვენების დღეს. რატომო ვინმე იკითხავს? ესეც პოლიტიკაა, ხო, თითქოს არ არის, მაგრამ პოლიტიკაა. ეს კაცი იყო ოპონენტი არსებული რეჟიმისა, თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცი იყო. და ესეც პოლიტიკაა. ეხლა რო გავაკრიტიკო, რომელიმე ღვაწლმოსილი თუ არა ღვაწლმოსილი, კომპოზიტორი თუ არა კომპოზიტორი, მოკლედ აი ამ სფეროში მყოფი ადამიანი, ან კულტურის სამინისტროს თანამშრომელი, მინისტრის ჩათვლით, ხო? ასაკვირველია მართალი ვიქნები. როგორ ვერ წარმოთქვით ერთის ხო და ესეც პოლიტიკაა. ეხლა მართლა უნდა მიუგორდე იმ პირამდე, ვისაც საუბრობ. ჭადრაკი გითამაშიათ? მე მითამაშია. E2, E4 პაიქს გავწევ. მერე მხედრით F6-ზე გადმოვდგამ მხედარს. თქვა თეთრებით ვთამაშობ. 100-დან 100 პარტია რომ ეთამაშოს. 1000-დან 1000 პარტიაში რომ ვითამაშოთ მე და ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა. მე ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს თან პრესაც კი ვერ მივახ, ყაიმსაც კი ვერ მივახცევ. ვერც ერთ შემთხვევაში ქალბატონი ნონა აი ერთმა დიდხანს ასოცხლოს. კიდე 15 წლის შემდეგ რომ ეთამაშოს და მე ვიქნები იმ ხარაც 60 გადაცილებული კაცი და მეცაც გეტყვით, კაი 60 გადაცილებული კაცი არ არის პატარა. ქალბატონი ნონა რომ ეთამაშოს თქვა 100 წლის ასაკში ღმერთმა დიდხანს ასოცხლოს ქალბატონი ნონა და ეთამაშოს მაშინ აი აბსოლუტურად არ მწოდნეს ან ჩემ დონეზე მწოდნეს ჭადრაკისა E2-4-ს ვინც პაიქს ესე გასწევს ხოლმე თეთრი ფიგურებით, ხო? როცა თამაშობს დასაწყისში. ხო, ვინმეს ვინც ჩემ დონეზე იცის ჭადრაკი ახლა და 30 წლის არის ხო? 70 წელი იქნება სხვაობა, მათ შორის 100-დან 100 პარტიას მოიგებს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. ამიტომ ჭადრაკში ჩვენ მას ვერ შევედრებით. მის ღვაწლშიც ვერ შევედრებით. ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ოლიმპიადების გამარჯვებულია, მრავალგზის გამარჯვებულია.
დიდოსტატი ქალია კაცთა შორის. მისი რეიტინგი ეხლა მე მგონი აღარ იზომება, მაგრამ როცა იზომებოდა, ხო, როცა აქტიურ ჭადრაკში იყო, აქტიურად იყო ჭადრაკში, მისი რეიტინგის უკან ჩამოიტევებდა ხოლმე საოცარი გვარსახელების მამაკაც მოჭადრაკეებსაც კი. ფანტასტიკური სოფლიო ჭადრაკის ისტორიას, ქალების ისტორიას გულისხმობ, ყავდა ალბათ 4 უგენიალურესი, აქედან 2 ქართველია, უგენიალურესი მოჭადრაკე. ეს არის ვერა მენჩიკი, არ მინდა შემეშალოს და ჩეხი. ეს არის კაბოტოვი ნონა, ეს არის მაია ჩიბურდანიძე და ალბათ შეიძლება ორივე პოლგარი, ჟუჟა პოლგარი და იუდით პოლგარი. შეიძლება, 5 მაქსიმუმ. სხვა არ ხოლია არავის, აი ხა ეს პია კრამლინგები და სხვები, ხო? ის გოგორო იყო ჩინელი, ახარ მახსოვს. ერქვა? ხო, არ მახსოვს, ხო? ძალიან მაგარი მოჭადრაკეები იყვნენ, მაგრამ აი უმასშტაბურესი მოჭადრაკეები, უმასშტაბურესი სახელის მოჭადრაკეები არ იყვნენ. ამიტომ ყველაფერი თქვი მე ქალბატონ ნონაზე, როგორც მოჭადრაკეზე. როგორც მოქალაქეზე თუ გნებავთ, ასეც ვიტყვი, ის იყო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, იცით თქვენ და იმხანად 90-იანი წლების დასაწყისში ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და ამ საქმის გაკაჩვა და საკუთარ ხელში აღება, ხო დიდი ამბავია, კი, იმის გუნდში იყვნენ სხვები და პროფესიონალები, მაგრამ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში არ შევეხებით ქალბატონ ნონას როგორც მოჭადრაკეს, როგორც მოქალაქესაც ალბათ არ შევეხებით ყოველ შემთხვევაში ქალბატონ ნონას იმხანად როცა ქალბატონ ნონას მოსაზრებები მოგწონდა იმ დროინდელ დონას. მოგწონდა ალბათ. ახლა უთქვამს ქალბატონ ნონას. 2011 წლის 26 მაისი სპეციალურად წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი ოპერაცია იყო. იქ ჩვენი სერიოზულად დასჯა უნდოდათ. მე ამას სასაკლაოს ვეძახი, რადგანაც იქ მოხდა, ამას ვერავინ წარმოედგინდა. წერტილი დასმულია. უბრალოდ მრავალ წერტილია, მაგრამ მე წერტილს დავსვავ. საქმე ეხება ქალბატონ ნონას ჯელობს 14 წლის წინანდელ ამბავზე, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მართლაც სასტიკად, ანუ არავითარ შემთხვევაში არავინ არ ჩათვალოს, რომ მე ახლა ვინმეს ვიცავ. დაშალა და არბია დემონსტრაცია კი არა მიტინგი რუსთაველის გამზირზე. დიახ, ეს იყო მეტი ვიდრე შეცდომა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი, ისე არ უნდა გასწორებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც აყოლილნი იყვნენ ფეხის ხმას, ცალკეული იმ პოლიტიკოსების ხმას, რომლებსაც დაჩემებული ჰქონდათ, რომ მაინც და მაინც რუსთაველზე და გამართული იყო 26 მაისის მიტინგი და იმ ხანათში იცით თქვენ, რომ ნინო ბურჯანაძე იყო იმ აქციების სათავეში და ქალბატონი ნონა იყო ნინო ბურჯანაძესთან ერთად. მოდი, მაინც არ ვიდაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. დიახ, ჩვენ სერიოზულად დასჯა უნდათ, მე ამას სასაკლაოს ვეძახი, მე არ დავარქმევდი ამას სასაკლაოს, ხო ვიდავოთ, მოდი შევიხდი. იმიტომ რომ სასაკლაოს და სხვაგვარი რამ მგონია მე და სხვა რამეა სასაკლაო. ამას ვერავინ ვერ წარმოედგინა, გეთიახმებით არ წარმოვიხედავ ის 2007 წლის 7 ნოემბერი მომხდარი იყო. აქამდე ბევრი აქცია ჩატარებულა. მსგავსი რამ არც ერთ აქციაზე არ ყოფილა, შემდეგ რა დემონსტრაციები წარდებოდა, მსგავსი რამ არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. ქალბატონა, ბოდიშ ვიხდი შენიშვნისთვის, მაგრამ თუ რაღა ივახსენებთ ამ 26 მაისს, დღეს რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, უბრალოდ დეკემბრის დასაწყისში რაც ხდებოდა და რასაც აკეთებს არსებული რეჟიმი ხელისუფლებისა, თუ მაინც და მაინც ობიექტურობაზე გაქვთ პრეტენზია და არა გრიუნფელდის დაცვაზე, მხოლოდ სადაც ცხადია კომპეტენტური ბრძანდებით, ლაზიერის გამბინზე, ნიმცოვიჩის დაცვაზე, გრიუნფელდის დაცვაზე თუ სხვა საჭადრაკო პარტიებზე, სხვა ჭადრაკის სფეროზე, ჭადრაკის ამბავში, ხო? მაშინ დღევანდელ აქციებზეც როგორ უსწორდებოდა, როგორ ასმევდნენ სისხლს ჩვენს თქვენს თანამოქალაქეებს. გიბოდიშებთ ცხადია. ხა აგრძელებს ქალბატონი ნონა. ამას იმიტომ ვიზახი, რომ ჩაკეტილი იყო ჩვენი ირგვლივ 3 კორდონი იყო გამაგრებული და გასასვლელიც არ დატოვეს, რაც არსებითი არასწორი სიტყვაა. ეს უთქვამს წოლუკიანის კომისიაზე ქალბატონ გაფრინდაშვილს, ნონას. კორდონი იყო გამაგრებული და გასასვლელიც არ დატოვეს, რაც არსებითად ასე არ არის. ამას დაადასტურებენ, თუ მართლა ობიექტურ გამოძიებას ჩავატარებთ. იქ იყო გასასვლელები, დიახ, მე კვლავ ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და იმ ჟამინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო უაღრესად სასტიკად მოიქცა, ვადასტურებ ამას, მაგრამ ეს საკამათოა მინიმუმ.
და შემდეგი წინადადება, რომელიც უკლებლი ყველა სიმართლეს რომ ეთქვა ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილ სხვა წლოსილ მოქალაქესა და გენიალურეს მოჭადრაკეს, რომელსაც ვერ უნდა გაუბედო, ვერ უნდა შეხბედო, მაგრამ ესეც არასწორია, რატო ვერ უნდა შეხბედო, დამოუკიდებლად იმისა რა ასაკის არის, ხო? რა ასაკშია ესა თუ ის მოქალაქე, რაღაი კომისიაზე მიდის შესაბამისად ადეკვატურია. აქედან გამომდინარე აქტიურია. აქედან გამომდინარე ჩვენ ხო ჭადრაკზე არ დავთ, ჩვენ დავთ ის სოფხედველობაზე ახლა თვალსაწიერზე არავენდან ამდენ სოფხედველობაზე. და ეს წინადადება არის ამგვარი. 99 წლის 9 აპრილს იქ მყოფ ადამიანებს კი მისდევდნენ, იგულისხმება რუსები რომ მისდევდნენ. მაგრამ გასაქსები ჰქონდათ, აქ კი არა და აი აქ არ დავასრულოთ. მაგრამ თქვათ. მეგობრებო, ოკუპანტების მიერ მოკლული იყო 21 ადამიანი 1989 წელს. რაც არ უნდა დაეშავებინა ამ ხელისუფლებას, აი ნახეთ ნაცებზეც არ ვამბობ. იმეს რო გონია რომ მარტო ნაცებს ვიცავ, არა აი ამ ხელისუფლებას დავიცავ, თუ გინდათ. რაც არ უნდა დააშავოს ამ ხელისუფლებამ დაეშავებინა აქამდე. ან რაც არ უნდა დაეშავებინა შევარდნაძის ხელისუფლებას. დამოუკიდებელი საქართველოს შევარდნაძის გულისხმობ. გამსახურდიას ხელისუფლებას 2 სექტემბერს სპეცნაზი თუ ომონი გამოვიდა და კინოსახლთან დაარბია. ცუდი ამბავი იყო, ძიმე რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც შევარდნაძე მას დაარბია, რა თქმა უნდა. აბარაქნა. არა ისეთი კადრებია, მაგალითად თებერვლისა რომ ხრეტენ ქუჩაში დიდუბის ხიძზე მოქალაქეებს, რომ ეხა ვირავის ვერ გაამართლებს ცხადია, ხო? ყოველგვარი მაგრამის გარეშე. მიხეილ სააკაშვილს ასე რომ დაეშავებინა 7 ნოემბერს 26 მაისს იქ ივნისში იყო თვარსებით 15-ში კიდე პოლიციის სამმართველოსთან ცუდი ამბები იყო კატასტროფული და ამ ხელისუფლებას კიდე შედარება, დადარება, მიდარება, მოდარება რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულთან და რუსების დანაშაულის ერთგვარი მინავლება, მინავლება მასშტაბზე ყურადღების არ გამახვილება, სისასტიკეების ყურადღების არ გამახვილება, გამართლება და თქმა იმისა, რომ აი ჩვენ უარესი ვუქენით საკუთარ არაფერი, ჩვენ უარესი არ ვუქენით, ქალბატონო ნონა. და ნებისმიერი ადამიანს მიმართავა, ვინც გაბრუნდა ეხლა ხვაწლბოსილი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ამ მოსაზრების გამო, აქაო და ნონა ამბობს და შესაბამისად სიმართლეა არა, ნონაც როგორც მოქალაქე ცდება. მზექალაშენ ჩანიძეც როგორც მოქალაქე შეიძლება შეცდეს. მზექალაშანიძის პატივისცემას უდასტურებს ამგვარი რამე არ უდასტურებ ამგვარი რამე არ უთქვამს. უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის გეუბნებით რომ 100 წლის ქალბატონი შეიძლება შეცდეს ყველა სხვა სფეროში, რომელშიც ის კომპეტენტური არ არის. მე რომ დავიწყო ბანუ ჩარმაშაიძესთან ფეხბურთზე ლაპარაკი, მე მიყვარს ფეხბურთიგან არა, მაგრამ მე შეიძლება შევცდე. იმიტომ რომ ბანუ ჩარმა იცის ბევრად მეტი ჩემზე ფეხბურთში, ვიდრე მე ვიცი შეიძლება პოლიტიკაშიც კი, კი ბატონო. რავი, საბჭოთა კავშირის თასია გაწეული ამ კაცს, საბოლოო ჯამში ხო, კაპიტანი იყო თბილისის დინამო. ხვდებით რას ვამბობ? შეიძლება რომ ედავო, მაგრამ ლეო მესი რომ დამიყერო და მელაპარაკოს ლეო მესი ხო, ლეო მესი არგენტინელი რომ დამიყერო და მელაპარაკოს ლათინურ ამერიკა მწერლებზე, ხო? ბორხესზე, ლიოსაზე თუ მარკესზე მომიტევოს ლეო მესი, მაგრამ არც მე არ ვიცი როგორ იცის სიმართლე გითხრათ, შეიძლება იცის ეხა და ეს ეხა ვახმურებ, მაგრამ ალბათ ვერ დამამარცხებს. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. ნუ აღარ ვლაპარაკ ხარ სოფლიო თეატროზე რომ მელაპარაკოს მეთქი. ის მას შეუძლია უფლება აქვს მელაპარაკოს. მაიკლ ტაისონი რომ მელაპარაკოს, არ ვიცი, რა თქვა. კრინგზე მაიკლ ტაისონს რო სამსჯელოდ ვერ დავამარცხებ, ხუკი როგორ უნდა დაერთხა მაიკლ ტაისონს, მე რა ვიცი კაც. ან აპერკოტი. მაგრამ რომ დამელაპარაკოს პლატონზე გარწმუნებთო პლატონთან დაკავშირებით ცოტა უპირატესობა მექნება მაიკლ ტაისონთან ჩემი აზრით. ხო და უპირატესობა მაქვს ქალბატონ ნონასთანაც მეთქი ამას ვამბობ. საბჭოთა ჯარმა 1999 წელს ისე დაარბია შვიდობიანი დემონსტრაცია თბილისის ცენტრში, რომ ამ დარბევას მოჰყვა მსხვერპლი. ამასთან გაუშვეს მომწამლავი ნივთიერებები. ადამიანებს მართლა ჩაუკეტეს გასასვლელები. არავითარი გასასვლელი არ მიუციათ, ადამიანებმა გააღწიეს, მე ტანკებით შემოჯლიგინდნენ, ბრონეტრანსპორტიორებით და ტანკებით, მანამდე აჩეხეს ნიჩბებით
და აი ეს ჩემი ომხა რო გაუშვეს, ამის შედეგადაც ადამიანები შედეგადაც დაიღუპნენ და მე დიდი ხნის განმავლობაში სხვა ვიც გადარჩა ისინი მკურნალობდნენ და წლების განმავლობაში იყვნენ მოწამლულები. ეს კალტონდონდა დაურეკით ირაკლი მენაღალიშვილს იმ ხანად ჯანდაცვის მინისტრს საბჭოთა საქართველოში და ჰკითხეთ. და თუ მაინც და მაინც მე მოგზალებული ჩემ აქ. თუ მაინც და მაინც რამე კომენტარის გაკეთება გინდათ, კომისიაზე თუ გიბარებენ როგორც საჯარო პირს, ამგვარ თემებს ნუ შეეხებით, მაგრამ თუ მაინც და მაინც რამე კომენტარის გაკეთება გინდათ, ოღონდ არა კომისიაზე, ძალიან სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს ვიდეო ბლოგებს ან ვიდეო გაკვეთილებს ფიშერ სპასკის დაპირისპირებაზე, ფიშერ კარპოვის ვერ შემდგარ დაპირისპირებაზე, კარპოვ კასპაროვის პირველ მატჩზე, რომელიც არ დამთავრდა, კარპოვ კასპაროვის მეორე მატჩზე, ბოტვინიკსა და ტალზე, ალიოხინსა და ეივეზე, კაპაბლანკაზე და ვინ იყო იქ ლასკერზე თუ სტეინიცზე. ალიოხინი ვთქვით. ხო, უკვე შემდგომ აი მაგალითად მე ვიცი რომ მე-13 ჩემპიონია გარი კასპაროვი. იმის შემდეგ ხა გან არ გამიგია ხა ანანდი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ რა ხდება ჭადრაკში საბოლოო ჯამში ისე კარგად არ ვიცი როგორც ვიცოდი. ქალთა ჭადრაკზე მოვისმენდი ძალიან საინტერესო მოსაზრებებს თქვენსას. ხო, რატო თუ დაერხა მაინც და მაინც ჩვენ ჭადრაკს, რატო დაერხა ამ ჩვენ ჭადრაკს? როგორ ფიქრობთ თქვენ როგორც კვალიფიციური პირი, როგორ არ უნდა ეშველოს ქალთა ჭადრაკს თუნდაც? სამწვრთნელო გუნდი ყავს თუ არა, რაღაცა სკოლა გქონდა ჩვენ მწვრთნელებისა გურგენიძე და აზმა იფარაშვილი. ხო, ეს აზმა იფარაშვილი კასპაროვი მწვრთნელი იყო საერთოდ. ასე შემდეგ. აი ამაზე მოვისმენთ და პოლიტიკაზე და იმაზე რა რუსებს რაც ამართლებს ძალიან დიდი ბოდიში. რუსებს რაც ამართლებს ერთგვარად ან ნამუსწმენს ან არ სამცდელობაა რომ არ დადანაშაულდნენ ისინი ისე როგორც ღირსნი არიან რომ დადანაშაულდნენ ამაზე რო გააკეთებთ კომენტარს მე ადამიანი რომელსაც სულაც არ მინდა ასაკიან ადამიანებს ზე თქვა აუგი კრიტიკული შენიშვნა მეც კი წამწდება სიტყვა და ვიტყვი რომ ცდებით კალტონდონა ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ეს დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა თქვენს მიმართ იმიბი მაინც პირდაპირ ალბათ ვერ გაგიბედავდათ წულუკიანი რომ თქვენ ამგვარი რამ ილაპარაკოთ და მთელ პოლიტიკურ ამ კონტექსტში ჩასვან მათ შორის თქვენი ნალაპარაკები და თქვენი მოსაზრებები რო იცით რა გასასვლელიც არ დაგვიტოვეს რა იცით თქვენ არ მოსაწონმა ხელისუფლებამ იმქმედებაში მინიმუმ ყოფილ ხელისუფლებას გულისხმობ ანუ 26 მაისს 2011 წლისა თქვენ რა იცით რა გასასვლელი დატოვა ან არ დატოვა რაღაცა დაბოლილი ბოლი რო აქ დაყენებული ზუსტი რო იყო და კულტურული რო იყო ამ ხელისუფლებას და მის პროპაგანდას ამაში ხართ მოქცეული კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა წარსულისთვის ძალიან დიდი ბოდიში და გიდასტურებთ პატივისცემას ნახვამდის